გამარჯობა. რაჭა გადაწყდა ამ ეპიზოდში. ყველიანი ლობიანი გაგისინჯავს? არ თქვენ. ფანტასტიკა, ძალიან გემრიელა. ეხლა ვართ მუჯურეთულის ვენახში. იდეალურია ეს ცოლიკარ მართლა. აია, ძალიან კარგ ადგილებში მივდივართ და კარგ მეღვინეს უნდა ვესტუმროთ. ილომენაბდეს ღვინო გავსინჯე, ნატურალისტების ფესტივალი იყო, სადღაც 1 თვის წინ და იმ ცოლიკაურის გემო ახლაც არ მავიწყდება, საოცარი. ზესტაფონში გამოვიარეთ, სმარტში ჰოთ-დოგი აქვთ. ჰოთ-დოგს შევუყვეთავ, ყავას დავისხამ და წავალთ. ახალი მაისური, ნომერი 2. ეს არის ოღონდ დიდი ზომა, oversized. Bubble tea. გასინჯული გაქვს? ფილმებში როა. Red Bull ხო ტაილანდურია. ხო და ეს არის, როგორც ვიცი, პირდაპირ იქაური Red Bull და თან ცოტა განსხვავებულია, ის ზოგი უგაზოა ნაყენი აქვს. გინდა ეს? ყველა ფერზე უარი მითხე. მიხარია. შემოდგომაზე წავიდეთ რაჭაში. ყველაზე ლამაზია რაჭა შემოდგომა. პირველ დუღავ შემოდგომაზე და შუქში ჩავარდი. მადლობა. საიმშიო და კაია. მადლობა. კარგად. რაჭა, ამოვედით. ჭრებალოში ვართ, ჭრებალოს მარანში. ამბროლაურიდან, აი, სოფელ ხვანჭკარას რო გაცდებით, მალევეა სოფელი ჭრებალო, ასკის ხეობაშია. აგერვე ყურის ძირში მდინარე ასკი ჩამოდის. ადრე ვართ მე და ლაშა ნამყოფი ამ ჭრებალოს მარანში და ძალიან გემრიელად ჭამეთ მახსოვს. ღვინოსაც დავლევთ აქაურს ჭრებალოს მარნის. ევრნაირ ღვინოს აწარმოებენ, რაჭული ჯიშების, პატარა მცირე მეღვინეობების ღვინოებიც აქვთ. და ნუ რაჭული კერძები გვექნება. საღამოს წავალთ ილომენაბდესთან. მოთრეულა საინტერესო სახელი აქვს. ჭრებალოს მარნის დამფუძნებლები ვინც არიან, მათი ბებიის რეცეპტია, ბებია უკეთებდაო მოწალულ კომპოსტოში, არის ბევრი მწვანილი, ბროწეული და მიგზიანი ესეთი დრესინგი. აბა დავიწყოთ მოთრეულათი. ძალიან გემრიელია. ხრატუნაა კომპოსტა. ძალიან ჩათუშული არ არის, რაც მომწონს. მწვანილების ინტენსიური გემო იგრძნობა, ნუ ვისაც მწვანილი არ უყვარს, თავისთავად არ მოეწონება. და ეს ბაჟია კლასიკური თუ არა არ ვიცი, მაგრამ მიგზიანი დრესინგი ბაჟეს მაგვარი ისე უხდება. უცხო რამეა. რა თქმა უნდა, სანამ კერძებს მოგვიტანდნენ, თვითო მივირთვით უკვე ჭრებალოს მარნის, რაჭული თეთრა, რაჭული მწვანე და ცოლიკაურია ერთად. აქაური ღვინო, თხელი ზაფხულია, ქვევრი არ მოგვინდა სიცხეში მედალაშას. სასიამოვნო და უხდება ამ კერძს. გადავედ შემდეგზე. პაშტეტი შქმერულად კლასიკური ტიპი არ არის, აქაური მოფიქრებაა ეს პაშტეტი.
ფანტასტიკა, ძალიან გემრიელია. ჩქმერულს ვერ ვაკავშირებ. ისეთი პაშტეტია, არა ტრადიციული, შიგნით იგრძნობა ფაქტურები, აი არ არის ამოგლესილი და მოდი სიმართლე რო ვთქვა. შქმერულს მირჩევნი ეს კერძი. აია. ანყია. ეს არის ლობიანი ყველით. ესეც სალომემ მითხრა, ჩვენი ბებია გვიმზადებდა რა ჭაში უფრო ოჯახებში ამზადებდნენ და ნაკლებად არის რესტორნებში. რა ჭაში გულსართიან კერძებს. ეს ეძახიან ლობიანი, ყველიანი, ნიგზიანი. განატეხი მინდოდა, მაგრამ განატეხი მასტერკლასების დროს გვაქვს ხოლმე ესე მენიუში არ აქვს და აღარ გავაკეთებინე ცალკე. და ამ გულსართიან კერძებს აქვს მოგრძო ფორმა, როგორიც ამ ყველიან ლობიანს. იმიტომ რომ თონეში რო აკრავდნენ, ესეთ ფორმას იღებდა რა. ნახე. მოდი. ყოჩაღვაშა. იმდენი გვეძახეს კერძებს არაჩენთო. ყვაჩენთ. ყველიანი ლობიანი გაგისინჯავს? არ თქმა. აია. აია. ძალიან გემრიელია. რაღაც ხაჭაპურის და ლობიანის ნაზავია რა. მე ლობიო ისე მეყარს ყველაფერში მეყარ. აია. ეს არის თაშმიჯაბის მსგავსი კერძი. კარტოფილის მოლესილა ყველით და ლორით. ძალიან უხდება. ძალიან. ლორის არომატი აკვდება იმას კარტოფილს. რაჭული ლორი ჩემთვის ცოტა მაგარი ტიპია რა. არა? ეხა ეს ამ კერძში ყველაზე მეტად ისეთია რბილი, მაგრამ მაინც აი დაღეჭვა უნდა. გავსინჯოთ სალათი. ჯონჯოლი გიყვარს? ჯონჯოლს არ ეძახიან კახეთში შემაიტა-გაიტას? თუ სხვა არა. ეს ეძახიან, დამიწერეთ კომენტარებში. რაღაც სხვა ეძახიან კახეთში შემაიტა-გაიტას. ტყუილა როდევს სუფრაზე. ჩვენერი სალათია, მაგრამ ის კერძები ისეთ საინტერესო იყო, ამითი უნდა დამეწყო. ამ ლობიანთან მიქსი იქნება მზღაპრული. მოდი ლაშა, ხა შენც ჭამე. პური აქ ცხება. ბაიმე, კიდე. ეს არის პური, რომელიც აქ ცხება, ხო, ნანა? კი. აუ, ძალიან გემრიელია ყველაფერი. აი, ძალიან. ოფია. აიმე, რა კარგია. ლობია ლორით. კაია ლობიოც. პირველ ჯერზე ლორი არ შემოხდა და მაგრად უხდება. სხვადასხვა არ არის ძალიან ამოლესილი. აი, ერთგვაროვანი მასა არ არის. ლობიოები იგრძნობა. მე ამოლესილიც მიყვარს, არ ვიცი. საერთოდ ბებია ჩემი მას აკეთებდა ხოლმე. კირკაში თუ რა სირსველი თუ რაღაც ესე ეძახდა ლობიოს წვნიანი. ხო, სამეგრელოში. ძალიან მიყვარს. თლიანი ლობიოები, აი მწვანე სტოვებ, ნახარს და ისეთ. არა, ქელეხს ლობიო ცოტა სხვა არის. წვენს უტოვებ და მწვანილ საჭრი და ხახვებს ისე ფრეშად ახლად. უფ, მაგარი. აია. პური არ გავსინჯე. ნახე, ძალიან კაია, თხელია პური. ცხელი რაჭული ლორი და კარტოფილი. ერთალი აღარ შეგვიძლია. მაგრამ უნდა გავსინჯოთ ესეც.
აბა ვნახოთ ახლა როგორ იქნება ესე უბრალოდ მოხარშული რაჭული ლორი. Понятно. Ამ რაჭულ ლორს ისაა კაი, რომ მარტივი გემოა შესუნელების გარეშე. სუნელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხანდახან ძალიან კაია ეგეთი გემო. ეს კარტოფილიც ისეთია, უბრალოდ მოხარშული მარტივად. კაია. ამით დავასრულოთ ჭრებალოს ნაწილი. წავალთ ამბროლაურში და მე ამბროლაურიდან სადმელში ილო მენაბდესთან. ილო მენაბდე ძალიან ჩემთვის ძალიან კარგი ღვინის დამყენებელი ადამიანი, ნატურალური მეღვინეობა აქვს მას, ნატურალისტი მეღვინე. რაჭაში ამბროლაურთან სოფელ სადმელში ვართ. მენაბდე ქვია შენ ბრენდს ხო ღვინის? მენაბდე. პირდაპირ ვენახებიდან დავიწყეთ. ძალიან ლამაზია ეს ფერდზე გაშენებული ვენახები და მოდი გითხარი რას აყენებ რა და რა ღვინოებს? ძალიან მიხარია რომ გვესტუმრეთ და ესე რომ მოგწონთ აქაურობა. მე აქაურობამდე შენი ღვინო გავსინჯე და აი იმის გემო არ მოვიწყდება ნატურალისტების გამოფენა რო იყო. ძალიან მახარებს ეგ ემოცია თუ გადმოგეცით და ხო იმ ემოციამ თუ აქ ჩამოგიყვანოთ კიდევ უფრო. მოგეთ ეხა ვართ მუჯურეთულის ვენახში. ეს არის ხო ეს არის მუჯურეთული. შეგიძლია გასინჯო? გავსინჯო? კი. უკვე მწიფია. აი ისეთია. კაცად კუცი გაუდის რა ესეთი გემო აქ ხო? გემრიელია. ხო, და ტკბილია უკვე ძალიან. კი, საკმაოდ. ეს ფერდი რო არის, ვენახე, ბევრ რაღაცაში გვეხმარება. ერთი ის რომ მეტი მზე აქვს, დაავადებების რისკი ნაკლებია, ყინვისგან გვიცავს, ყინვა არ ჯდება და მეტი განიავება აქვს და ბევრი წვიმის დროს წყლით არ იტბორება და წლიდან წლამდე ღვინო ერთმანეთს გავს და ხარისხს იჭერს. აი ესე წლები შეიძლება იყოს, რომ შემოდგომაზე ბევრი წვიმა ნალექი იყოს და ნალექის გამო მჟავიანობა დაკარგოს ღვინომ ან სიტკბო ვერა იყოს. ამისგან დაზღვეულები ვართ მოკლედ. თან ნატურალური ღვინისთვის ვენახში მინიმალურად იყენებთ ხო? რაღაც დამატებით საშუალებებს ჩარევა. ნუ სისტემურ შესაძლო საშუალებებს არ ვიყენებთ საერთოდ. ბალახი ყველაფერი ცოცხლად არის და სილ შევინარჩუნოთ ყველაფერი რაც გვაქვს ხო და გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ და არ გავანადგუროთ. ბალახს მოყავს ყვავილობის დროს ჭიამაია მე შემდეგ ებწვის რაღაცა მავნე მწერს და ესე შემდეგ ეს მთელი ის არის წრებრუნვა არის რაც გვეხმარებიან მოკლედ ბუნება ჩვენი მეგობარია ხო? ხო, ერთადერთი ეგ არის რომ უფრო ნაკლები მოსავალს იღებთ ხო? შედარებით კი. ნაკლები მოსავალი ხარისხი. ეს არის წეგან ლაშა ამბობდა ხვანჭკარის ზონა მიკროზონა და ფერდი მიკროზონა. ხვანჭკარის მიკროზონა. მაგრამ ხვანჭკარას არა ჩვენ არ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ ნატურალური მეღვინე ვარ, როგორც აღნიშნე და ხვანჭკარს მეტი ჩარევა ჭირდება ღვინოში, დუღილის გაჩერება, რომ ნახევრად ტკბილი ღვინო მივიღოთ. მე თვითონაც არ მიყვარს და ნუ მე თვითონაც არ მიყვარს ის არ მინდა რომ სხვა შევთავაზო და რაღაც მატერიალიზმის გამო რაღაცა გაყიდვები გავაკეთო კარგ ქვეყნებში გაგაქვთ ან ღვინოთ ბევრს არ აწარმოებ მაგრამ ბევრს არა ხო 3000 ბოთლი არის წარმოება ისეთი ქვეყნებია საფრანგეთი დანია იაპონია ამერიკის შეერთებული შტატებში, კერძოდ კალიფორნიაში. მაგარი. ხო. დეგუსტაციის სურვილი ვისაც აქვს, ჩვეულებრივად შეიძლება, ხო, რომ მოგწერონ, გესტუმრონ დეგუსტაციას უწყო. ხო. და ნუ დეგუსტაციაზე ხარით ის ესე ვთქვათ, ვამაყოთ და ვახარებთ ჩვენს მომხმარებელს, ის არის, რომ გვაქვს იშვიათი ჯიშები, სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რაჭა გახდა მხოლოდ ხვანჭკარის სახელით ცნობი. ამ დროს ხვანჭკარა არის ერთი პატარა ნაწილი ეს რაჭაში მოკლედ სადღაც 37 სხვადასხვა ჯიში არის. რა ჯიშებია? მე მაქვს ისეთი იშვიათი ჯიში რაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ლევან ფრუიძის წიგნიდან სხვადასხვა შორის უბრალოდ წავიკითხე და
ვენდი ავტორს აღნიშნავდა, რომ ძალიან განსაკუთრებული ჯიში არის სოფელ სადმელში, ეს არის რცხილი, სინონიმად შავ რცხილა. შემდეგ შეგვიძლია დავაგებონოთ ეს. კი, კეთილვესზე გავსინჯეთ, კი. ასევე შავი კაბისტონი. ლაჩანერუილო. ეს კატები დიდად არ ვიყო. ისო რა გინდა რა დოახტები. რა გინდა მე მიყვარხარ ჩემთან იყავი. ყაყალი და მაგის ბრალი. კამერა თუ ყაყალებ და მაგის ბრალია. ამ ეტაპზე ჭარბობს ალექსანდრიული და მუჯურეთული. ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი 9 ჰექტარი პატარა ნაკვეთით და მეურნეობით ეს გავარღვიოთ ეს შაკეტილი სივრცე რაღაცნაირად კომუნისტების დატოვებულია. ნუ ვიცი, მე რაღაცა გამოგდის. კი, გამოგდით. კარგი ხალხი ხართ ეს მეღვი. იმ ფისოს ერქვა ყვავილი. და ეს არის მამუკა. ყვავილი და მამუკა. მამუკას არ მოწონს მოფერება და გაუშვა. წადი მამუკა. დავიწყოთ ყველაზე ისეთი რბილი რაღაცნაირი რაჭული ხასიათის ღვინით. თეთრი მსუბუქი ღვინო არის, ეს არის წულუკიძის თეთრა, რაჭული თეთრად ცნობილი, მაგრამ ნუ საბჭოეთამდე იყო წულუკიძის თეთრა, შემდეგ ნუ ეს გვარები ყველგან წაშალეს, როგორც ყიფიანის ღვინოში და ქვეს ხვანჭყარა, კი ბატონო. ეხლა გავსინჯოთ მოკლედ წულუკიძის თეთრას. ჩვენ წულუკიძის თეთრას დავარქვით თამარ წულუკიძის სახელზე თამარას თეთრა. თამარას თეთრა რა კაი. ხო, მოკლედ ისტორიას მოგიყვებით. თამარ წულუკიძე იყო ჩემი მეუღლის დიდი ბებია. ისეთი ოჯახიდან იყვნენ, რომ ესეთი ისტორიები აქვს, რომ მთელი ნაქერალასთაო ჩემ ოჯახს ეკუთვნოდა. ანუ ძალიან შეძლებული და თავადები მოკლედ. ნიკოლოზმაო წაგვართვაო ეგ მთავ მიესაკუთრაო და მამაჩემო ოქრო გააგზავნა პეტერბურგში. ან დაიქირავა ადვოკატი და სასამართლოს გზით მოუგეს მეფეს პროცესი რა და დაიბრუნეს ეს. ვაუ. ხო, აი ეგეთი ბები ხდებოდა. კი. განსაბჭოების შემდეგ თამარა დაიჭირეს და 19 წელი მოუწია გადასახლებაში ყოფნა და აქედან უმეტესობა წლები მოუწია ციმბირში გატარება. დაბრუნდა? შემდეგ დაბრუნდა კი და მოეცრო დამოუკიდებელ საქართველოს. მართლა. კი, გაბედული ხალი იყო, თავის ისტორიაში უყვება, რომ არასდროს არაფერზე ხელი არ მომიწერია, ასეც მაიძულებდნენ, ხო და რა ვიცი, რადგან წულუკიძე იყო, დავარქვით თამარას თეთრა. კაია, თამარაზე მოგონებებს ამითიც აცოცხლებთ და ინახავთ, მაგარია. საინტერესო, უნდა ვიცოდეთ ალბათ ეგ ჩვენი უახლესი ისტორია რა. კი არის შემზარავი, მაგრამ მინიმუმ იმიტომ უკან რო არ დავბრუნდით. ნამდვილად. სამაგალითო ადამიანი. თამარას თეთრა. გაგვემარჯოს ანუ. გაგვემარჯოს. წარმატება ჩვენ საქმეში. მოგასი. არომატულია. კი. თაფლის გამოც არის ხა. ზოგადად არ მიყვარს ამ ეს ღვინოზე არომატებზეც ეს ხო, მაგრამ აი ეგ რო ამიხსნეს და რო დავიწყე დაკვირვება, არის საინტერესოა, მართლა იგრძნობა ეგ არომატები არის. მაგის გარეშე ღვინო არა. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი აი ეს ტერუარი, ზვარი რაც არის, ხო? აი ეს ზვარი გამოვხატო ნატურალურად რა, აი რაც არის, იქიდან აი პირდაპირ აქ რო გადმოვიდეს, ხო? აი ეს მინერალები, რაღაცები, აი გემოზე რაც იხსნება. სიმჟავიანობაც აი ოდნავ ხო უფრო მეტი აქვს ხოლმე ნატურალურ ღვინოს, აი თითქოს მართლა რაღაცა ცინცხალი, ფრეშ თუ არ ვიცი, რაღაც სხვანაირი გემო აქვს ხოლმე. ბევრს არ უყვარს სხვათა. ბევრს არ უყვარს. კი, მე ჩემთვისაც თავიდან ცოტა ისეთი იყო, უხეში იყო და ცოტა შეგვება მიჭირდა. თავიდან. ბევრი არომატი მოდის თან აი სხვადასხვა ესეთი. კი, და მინერალი უფრო მეტი არის. ლაშა გამისინჯე და შემდეგი ცოტა დამისხი უფრო. კი, კარგი. ძალიან გემრიელად შემივსო. შემდეგი არის ცოლიკაური. ეს ის ცოლიკაურია? ეს არის კი ცოლიკაური. სოფელი ბარეული. ეს შენი ვენახიდან არ არის? ეს ჩემი ვენახი არა, ესაა ჩემი დედულეთი, ხო.
სოფელი არის დედულეთი. კირქვანი ადაგი გვაქვს იქ ძალიან და რაღაცნაირია ცინცხალი ურინოები გამოდის დიდარი არომატით, აი. ნახევა. ამ ეტიკეტზე ყავს ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი. ბაბუა ჩემი იყო სოფელი ბარეულიდან და ცოლ-ქმარი იყვნენ 63 წლის განმავლობაში და რაღაც მაგალითი იყვნენ, აი სიყვარულის და რაღაცა. ცოტა ციტრუსი და აქაც ესეც ზაფხულია. კი, საკმაოდ. მე ხაფ ყველა ღვინას არ გავსინჯავ თორე. გიშტები, აი ძალიან ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ზღაპრულია. იდეალურია ეს ცოლიკარ მართლა, ხო? ძალიან ხარია. გრჩება და გრძელდება ეს არომატი. შემდეგი რა უნდა გამასინჯო? შემდეგი გავსინჯოთ, ეს არის მწვანე. ჩემი ვენახი, ეს არის 60 წლის ვაზი. თიხანია და კი. ხო. და ცოტა ურევია ცოლიკაური, ცოტა შეიძლება ქაწითელი, ოღონდ აქვე ამ ვენახში, ამ ძველი ვენახის ნაწილი. მოიცა თვითონ ვენახშივეა შერეული სხვადასხვა ჯიში? კი. ეს უფრო კომპლექსური არის რაღაცნაირი და რო დაგაფიქრებს რაღაც გამოცდილ ადამიანთან საუბრით. დეგუსტაცია არის კიდე ცალკე ხელოვნება, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღვინოს რო სინჯავ, იმ წუთში შედარების საშუალება თუ არ გაქვს, ამ განსხვავებებს ვერ ხედავ. აი თითქოს ნუ რაღაც თეთრი მშრალი, ხო, გავიგე რომ სხვადასხვა არომატი, მაგრამ იმ წუთში გასინჯული სხვა ღვინო და მე აი საერთოდ სხვა რამე ხდება ახლა აქ. კი, საერთოდ განსხვავებულია ეს. ფერიც ოდნა უფრო ისეთია, ხო? ეს ქარვის ფერი არის, კი ბატონო. ეს არის 4 დღე არის ჭაჭაზე დაყოვნებული და რაღაცა თავის ხასიათი მისცა უფრო. აი რაღაც ცოტათი აღმოსავლური რაღაცა ესეთი. ოდნა უფრო აღმოსავლური ამბა. ეს არის ქისი, რომელიც მოყვანილი არის უდაბნოს რეგენერაციული მეურნეობაში. ეს ნახეთ რომ ღრიე არის. ხო, იცი რა, ამაზე მინდოდა მეკითხა, ნატურალური ღვინოები ხო ხშირად არ არის გაფილტრული და ეს როგორ არის? ეგეთი უნდა იყოს ნატურალური გაუფილტრავი თუ გააჩნია და მეღვინეზეა დამოკიდებული? მეღვინეზეც არის, წელზეც არის, თვითონ ღვინოზეც არის რა. შეიძლება აი ცოტა ადრე ჩამოასხა რაღაც მომენტში და ესეთი ის კონდეს რა. აი შეიძლება საერთოდ არ დაიწმინდოს, ეგეთიც არის რა და ნუ მიმღებლობა გვაქვს რა, რომ ეგეთია და უნდა იყოს ეგეთ ხო? მე არ ვიცი, შეიძლება არასწორია, მაგრამ ცოტა იმას მახსენებს, აი ადრე რო რაღაცნაირ ღვინოს აყენებდნენ, არც ისე კარგს და გაუფილტრავი რო იყო და გემოზით, მაგრამ ნუ რო სინჯავ, მე უკვე ხვდები რა ხო, აი. ხო, ეს მაგისტრის ცოტა უფრო ისეთი ტკბილი, ჩირის არომატები წამოვიდა, ოდნა უფრო, ხო? კი ბატონო. არა, კაია ესეც. ძალიან კაია ესეც. მაგარია. დეგუსტაციის გარდა აქ რომ მოვიდეს სტუმარი, სად შეიძენს შენ ღვინოს? ჩემი ღვინო თბილისში იყიდება ფაბრიკაში საამურის მაღაზიაში. ხო, კი ბატონო. და warehouse-ში, სტამბას warehouse-ში. აჰა. კოსტავაზე კი. ეს ორი ადგილია. დანარჩენი ექსპორტი. სანამ წითელ ღვინოზე გადავალთ, მე მინდა რომ გავსინჯო. კი, ეს არის მოხარშული, ხო? კი ბატონო. რაჭული ლორი. კი ბატონო. და ეს არის აქ დავარგებული, შენ მოყევი. ხო, ეს არის ათის მიღმა კი მომიყვა, მაგრამ ღორის მუცლის რაღაც ნაწილი, აი ესეთი ზოლებად დაყოფილი ჭლე და ქონის კომბინაციით, რომელიც არის დავარგებული, ანუ შებოლვის გარეშე რა. ხო, ანუ რაჭული ლორის დამზადების პრინციპით არ არის ცოტა სხვანაირი. არის, კი. კი ბატონო, დავარგებულია რაღაცა იტალიურ ვარიანტში. წითელ ღვინოს განსაკუთრებით უხდება, მე მგონია რა? კი, უხდებით. ოვა.
ეს უნდა. გავს ინჯოს. აი თან მე დაგისხავ რცხილს. ძალიან გემრიელია, ქართული გემო არ არის. იცი ბევრი მომენტი. ეს რცხილი. რცხილიც აი ესე გვაქვს, რომ ცომ სუბუქი წითელი ღვინა იყოს, რომ ზაფხულში შეძლო და ლევა და რაღაც არ დაგაწვეს. სიმძიმე. ეს საფერავკია გადასარევ, მაგრამ როგორც წესი ისეთია ხოლმე რა. ხო, ძალიან საფერავი მძიმე. ძიმე კი. ეკაც რა. კაია, ძალიან არომატულია. ფერზეც ეტყობა რა. კაია. ძალიან მიხარია რომ ეს წიგნი წავიკითხე და რცხილზე გავიგე შემთხვევით რა. მე პირველად შენი გავსინჯე ეს რცხილი ფესტივალზე. გიგეჩი. ხო, კიდე დაგვრჩა. კიდე დავწერე შავი კაბისტონი და შეგვიძლია მიდავოს როგორც. შენი ვენახე? კი, ჩემი ვენახი სადღაც 55 წლის არის. არის სადღაც ალბათ 200 ძირამდე ჯამში. პატარა ნაკვეთი არის, სადღაც 100 ბოთლი გამოვდის ხოლმე ყოველწლიურად. გაგიმარჯვეთ, აბა თქვენსაც მისგავ. აბა, მოდი ხო, ამით ნელ-ნელა ჩვენ ეპიზოდს დავასრულებთ, მართალია ვახშამს გვემზადებს. აკო. გაგიმარჯოს. მადლობა მასპინძლობისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. დეგუსტაციის მსურველებისთვის მიუთითებ სოციალურ ქსელებს. მენაბდის. პირველად. ხო. მოვრჩით რაჭის ეპიზოდს ახლა ავზს გავავსებ ბენზინით და წავალთ თბილისში. კარგი ამბავია ის, რომ 1 სექტემბერს მივდივართ იტალიაში. 3 ეპიზოდი გვექნება იტალიიდან. ერთი მთლიანად მიეძღვნება ყავას. ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს წესით. ასევე ვიმოგზაურებს ტოსკანაში, კამპანიაში და ტოსკანაში. ფრანკო პეპეს და დარიო ჩეკინის რესტორნებსაც ვესტუმრებით და ძალიან გვიხარია მე და ლაშა. იუჰუ!